მოგესალმებით მედია პორტალი გოგა ჯიჯიჯი გთავაზობთ დღეს ინტერვიუს ლალი მორეშკინასთან. ჩვენ მას შევხვდით ქუთაისში სასტუმრო იმფაიარის ბარ რესტორან დეჟავიუში. მოგესალმებით ქალბატონო ლალი, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგგვთანხმდით ინტერვიუზე. პირველ რიგში როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. ქუთაისში რო ვარ, უკვე კარგად ვარ. ძალიან კარგი. ჩვენი მედია პორტალი შექმნილია ქართული ემიგრანტებისთვის. რას ეტყოდით ჩვენს ქართულ ემიგრანტებს და რას უსურვებდით? ვიცი რომ ემიგრაცია არის საკმაოდ მძიმე ხვედრი. მე ძალიან ბევრ მათგანს ვიცნობ პირადად და ვიცი როგორ ენატრებათ სამშობლო, იმიტომ რომ სამშობლო მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის შენი ისტორიული ადგილი და კარგი ცხოვრება არ გაიძულებს რომ წახვიდე და უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდე და მე მინდა რომ ყოველას უსურვო დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში და უბრალოდ სტუმრად შეეძლოთ, ვთქვათ, ევროპაში მოგზაურობა, ამერიკაში მოგზაურობა, მაგრამ არა როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე შრომა, ეს არის ძალიან მძიმე ხვედრი. მე ესე ვიტყოდი, ქართველებს რაღაც ისტორიული ხვედრი აქვთ, ესეთი ემიგრაციული პროცესები და ჩვენ გვახსოვს ისტორიულად ეს ყველაფერი და მათი მოდგმაც კი საკმაოდ მძიმედ განიცდის ამ ყველაფერს, უკვე მესამე-მეოთხე თაობაც კი რთულად ეგუება და მე არასდროს არ მინდა ვუსურვო ჩვენ ქვეყანას, რომ თუნდაც რომელიმე რიგით მოქალაქეს ისეთი პრობლემა ქონოდეს, რომ აიძულებდეს მას ქვეყნის დატოვებას. თქვენ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდით და როგორი არის ხოლმე მიგრანტების დამოკიდებულება, როდესაც ჩადიხართ საზღვარგარეთ სტუმრად? ნუ ალბათ აი ემიგრაციის კუთხითაც საფრანგეთი გამორჩეულია. მე მყავს საკუთარი დეიდაშვილი, ასე ვთქვათ, ემიგრაციის მეორე ტალღის წარმომადგენელი, ძალიან ბევრი მეგობარი. მე მყავს იქ ისეთი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი გამოიარეს და სოხუმის ომი და აღმოჩნდნენ ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ უკვე საფრანგეთში და არ არსებობს რომ ტირილის გარეშე უყურონ ქართულ გადაცემას, არ არსებობს რომ რაღაცა განსაკუთრებით გულთან ახლოს არ მიიტანონ ის რაც ხდება საქართველოში და მე ვიცი რომ მათ ძალიან უნდათ დაბრუნება. სამწუხაროდ დღეს არ არის იმის შესაძლებლობა რომ ყველამ ღირსეულად გააგრძელოს ცხოვრება ისტორიულ ქვეყანაში და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემთვის ეს საფრანგეთია. ემიგრაცია მიმოფანტულია ყველგან, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები საბერძნეთში არიან და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მოიტანა კარგმა ცხოვრებამ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი შესაძლებლობა. ქალბატონო ლალი, რამოდენიმე ისეთი პატარა კითხვა მაქვს, ბლიც ინტერვიუ მინდა რომ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. რომ არ დავიბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი? გერმანიაში ალბათ. და რატომ გერმანიაში? ძალიან კონკრეტული ქვეყანა, ჩემნაირი კონკრეტული ადამიანისთვის. მე ალბათ ერთი შეხედვით ვჩანვარ უფრო რაღაცა ემოციური, მაგრამ რეალურად შინაგანად გაცილებით უფრო მიზანსტრაფული და კონკრეტული ვარ. ამიტომ ჩემი ქვეყანა ალბათ არის უფრო გერმანია. ქალბატონო ლალი, ბოლოს ვის უთხარით რომ გიყვართ? ჩემ მეუღლეს, რომელიც გვერდზეა. ასევე მაინტერესებს ტრადიციების შესახებ ვკითხოთ, ტრადიცია რომელიც მოგწონთ, რაც ქართველებს გაგვაჩნია და ტრადიცია რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ. იცით, ერზე საუბრობს ტრადიცია და რომ გითხრათ რომ ძალიან პოზიტიური მხრიდან ასე ვთქვათ, პოზიტიური მხრიდან აჩენს ჩვენ თავს, მოგატყუებთ, იმიტომ რომ გვაქვს რამოდენიმე ტრადიცია, რომელიც ძალიან არქაულია და რომელიც არაფერ კარგს არ გვაძლევს. მაგალითად, ეს არის დასაფლავების ტრადიციები საქართველოში. რაღაცა არის ისეთი შემორჩენილი, ძალიან ძველი, შეიძლება რაღაცა კავშირში იყოს მისტიკასთან, რომელიც მე არ ვთვლი, რომ რაღაცა თანამედროვე ყოფაში უნდა არსებობდეს და სამწუხაროდ არის, რომ ისეთ ქრისტიანულ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ასეთ გადმონაშთები გვაქვს ხშირად, რაც ახლოს კულტურასთან არ არის, უბრალოდ აი რაღაც ძველმა ტრადიციამ მოიტანა. ამიტომ ვთვლი, რომ აღმოსაფხრელია ის, რაც უბრალოდ ლამაზი არ არის. მაგრამ არის ძალიან ბევრი ტრადიცია, რომელიც მე პირადად მომწონს და ვფიქრობ, რომ ერი რომელსაც ტრადიცია არ აქვს, ის იდენტიფიკაციას კარგავს უბრალოდ, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შევძლოთ ადაპტირება დროსა და სივრცეში ნორმალურად და შენი ტრადიცია არ იყოს ვინმესთვის მავნებლური. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი. და ბოლოს მაინტერესებს როგორი არის დღევანდელი საქართველო თქვენი თვალით და რომ უთხრათ ემიგრანტებს?
მე საერთოდ პოზიტიურად ვუყურებ ძალიან ბევრ მოვლენას და იმ მოვლენებსაც, რომელიც დღეს ქვეყანაში ვითარდება, პირველ რიგში მე მაინც უფლებადამცველად მიმაჩნია ჩემი თავი და ვფიქრობ, რომ პროცენტი საკმაოდ დაბლაა დაწეული იმ დარღვევების, უფლებადარღვევების, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში. ამიტომ ეს არის პოზიტივი. ის რომ ჯერ ეკონომიკა ვერ არის აღმავლობის გზაზე, ეს ცხადია და ამას მუშაობა ჭირდება. ის რომ ქვეყანაში სამუშაოა, ეს ცხადია, მაგრამ არის სამაგიეროდ პოზიტიური მომენტი, რომ არავინ არ გარბევს, არავინ არ გეჩხუბება, არავინ არ გდევნის, შენ გაქვს საშუალება იმუშაო, შენ გაქვს საშუალება ისწავლო და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი იწყებს საუბარს, აი მინდოდა და რაღაც ვერ გავაკეთე, ესე იგი კარგად არ უნდოდა და ვერ გააკეთა. დღეს საქართველოში არის შესაძლებლობა განვითარების, თუ ადამიანს ეს უნდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. დროებით. მადლობა. ჩვენ გემშვიდობებით და აქვე შეგახსენებთ მედია პორტალი გოგა ჯიჯის პარტნიორი გახლავთ სპორტ კომპლექსი არენა, რომელიც ზრუნავს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქართულ დიზაინერ მარიამ სამხარაძეს, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ ბრენდს მარუსინკაშუს, ასე რომ თუ გსურთ შეიძინოთ მისი ფეხსაცმელები, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მაღაზია არჩევანს.